კიდევ რა სახის კონცერტები გაიმართა დღეს. არ დაგვავიწყდეს, რომ თბილისობა გრძელდება, დღევანდელის მსგავსად ხვალინდელი პროგრამაც საინტერესოა, საერგულო 34 დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები დედაქალაქის 10-ვე რაიონში ჩატარდა. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საკრებულოს ისტორიული შენობაც, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. ამ შენობის შესახებ მეტ ინფორმაციას ცოტა ხანში მოგაწვით, მანამდე კი ღონისძიებების შესახებ. საქართველოს მეღვინეობით განთქმულმა კუთხეებმა თავის სიმბოლურად ღვინის აღლუმზე მოიყარეს. მეტეხის ხიდზე გამართული თეატრალიზებული მსვლელობა ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ტრადიციას მიეძღვნა. უფრო დეტალურად კი საქართველოში მეღვინეობის განვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს ღვინის ქალაქში შეეძლოთ. სიმბოლური ქალაქი თბილისის მერმა გახსნა. ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობის უფასო დეგუსტაცია თბილისობის სტუმრებს ყველა კუთხემ და მწარმოებელმა შესთავაზა. არის ღვინის სახლები, ყოველი სახლი არის ფაქტიურად ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა მეღვინეობის რეგიონებზე. მასში განთავსებულია სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი, ძალიან პატარადან ყველაზე დიდ მწარმოებლებამდე არის უფასო დეგუსტაციები, არის ჭაჭის კოქტეილები, რაც ინოვაცია არის. ქალაქური სიმღერები, ქსოვრელების შესრულებით ქართული კერძები და ტივიდან დანახული თბილისის ხედები. თბილისობას უკვე ტრადიციად ქცეული გასეირნების გარეშე არც წელს ჩაუვლია. დედაქალაქის მერმა ტივზე თბილისთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებს უმასპინძლა. ჩემთვის განსაკუთრებული პატევია, რომ პირველად როგორც დედაქალაქის მერის რანგში მასპინძლობ ესეთ საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციას. და მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ნახოთ თითეული ის ნიუანსი, თითეული ის ტრადიციული კულტი, თითეული ის ტრადიციასთან დაკავშირებული რამ, რაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში არა ათეულობით წლებით, არამედ საუკუნეებით მოგვდგამს, გვაქვს და რაც არის მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადაუხადო თბილისის მერს ამ მშვენიერ ქალაქში მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნოა, რომ თბილისის მერე ამ ძველი ტრადიციების აღნიშვნას განაგრძობს. საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. თბილისობის საიუბილეო 35 დღესასწაულთან დაკავშირებით წელს პირველად ღონისძიებები დედაქალაქის 10-ვე რაიონში ჩატარდა. თბილისის სხვადასხვა უბანმა თეატრალურ სანახაობებს, კონცერტებსა და სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლა. გაიმართა გამოფენები, ყვავილების ხილისა და ყველის ფესტივალები. თბილისი მოლში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე კი სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური პროგრამა სუხიშვილების ნაციონალურმა ბალეტმა და ოთო ნემსაძემ წარმოადგინეს. ვისაც არ აქვს საშუალება ჩვეულებრივად ჩვენ კონცერტებს დაესწრონ, იმიტომ რომ არ არის ჯერ ყველა თეატრი ისე გაკეთებული პანთუსები არ აქვს ჯერ ყველას, ამიტომ აქ საშუალება ამ ბავშვებს აქ მოვიდნენ. თბილისობის ფარგლებში დედაქალაქში ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერიც გაიხსნა. ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის სახელი პარლამენტთან მდებარე ბაღს მიენიჭა. ღონისძიებას ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მე მინდა დღესვე მოგახსენოთ, რომ ჩვენ მუშაობთ ერთობლივად პროექტზე იმისათვის, რომ ერთი წლის თავზე მე მგონი შეგვიძლია ეს ვივალდებულოთ, ამ სკვერში დაიდგმება ოლივერ უორდროპის ძეგლი, რომლითაც უკვე მართლაც სამარადჯამოდ იქნება უკნაყოფილი ამ დიდი მოღვაწის სახელი. თბილისობა 2014-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალს კი დილით დედაქალაქის საკრებულოს განახლებულმა შენობამ უმასპინძლა. შეკრებილ სტუმრებს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს. ჩვენი თბილისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მრავალფეროვნებით და სწორედ ეს ქმნის მის განსაკუთრებულობას, მის უნიკალურობას. ძალიან რთულია სხვაგან მოიძებნოს ისეთი თბილი და კეთილმეზობლური დამოკიდებულება ხალხთა შორის, როგორიც ეს ამ ქალაქშია. თბილისში სრულიად ბუნებრივად ჩამოყალიბდა და მის მთავარ ღირებულებად იქცა სხვადასხვა ერის მშვიდობიანი თანაცხოვრება. საკუთარი ქალაქის მიმართ განუსაზღვრელი სიყვარული და ამ ურთიერთობების პატივისცემა. ეს არის ძალიან ძვირფასი ტრადიცია, რომელსაც ჭირდება გაფრთხილება და შენარჩუნება. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა ინებოს, რომ ქართველმა ხალხმა და თბილისელებმა იარონ წინ, დაზრიონ ყველა წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენ გვხვდება და ჩვენი მომავალი ღვთისმადლით ნათელია და კურთხეულია. საზეიმო ღონისძიებაზე ტრადიციულად საპატიო თბილისელებიც გამოავლინეს. ქვეყნისა და დედაქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო 10 მოქალაქემ მიიღო. განახლებულ შენობაში თბილისის საკრებულოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენაც გაიმართა.